არ ვიცი ახლა რამდენად ესთეტიური იქნება ასეთი სასმისით ყავის მირთმევა დღევანდელ ჩემს გადაცემაში, მაგრამ დაფულია ცხელა ბუღია. არა, დღეს მართლა სიცხეა. ხელ ყავას ვერ დავლევთ ვერანაირად. იმის თქმა მინდოდა მეგობრებო, რომ დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება მომღერალი აჩიკო ბერიძე. არ დავიწყებ ახლა რაღაცა ხელოვნურად წარდგენას. იმიტომ რომ პრინციპში ყველა მიცის რომ მე და აჩიკო ბავშვობის მეგობრები ვართ, უკვე მელოდება. ყველაზე პუნქტუალური ადამიანია, ვისაც ვიცნობ. ყველაზე. არასდროს არ აგვიანებ? არასდროს არ აგვიანებთ, კი არა, 1 საათით ადრე მიდის ყველა შეხვედრაზე. ვაუ. როგორ გელოდები? გამარჯობა. გამარჯობა ანა შამილაც. როგორ ახლა? გამარჯობა ბიჭო. გადაცემა უნდა დავიწყო ამით, რომ 1 წელია ვეხვეწები ამ ადამიანს, რომ გადაცემაში ჩამეწეროს და რატომაც მახვეწნინა 1 წელი. გახვეწინე? კი, ესე გამოვიდეს. აი იმიტომ რომ იმდენად საინტერესო სტუმრები ყავდა, რომ რაღაცა მეც მომზადებული ყავი უფრო რა, შესაბამისად, როგორც დავიწყეთ ჩვენ ურთიერთობა პირველი კლასიდან, მეგობრობით, უბრალოდ გავისეირნოთ. ბათუმში ჩვენი მეგობრობა, აი ესეთი მჭიდრო მეგობრობა დაიწყო ბავშვთა ოპერით. და ზოგადად ყველა ბავშვი, ვინც ამ სტუდია დავარქვათ, სტუდიაში დადიოდა, რომელსაც ერქვა ბავშვთა ოპერა, 90-იანი წლების მიწურულს იყო. ეს ამბავი ამ ქალაქში ვერც ერთი ბავშვთა ოპერის ბავშვი ვერ იტყვის, რომ ბედნიერი ბავშვობა არ ქონდა. ხო, არ ამგონია. რომ ვინმე ეგ თქვას, იმიტომ რომ გამორჩეული ბავშვობა გქონდა, 90-იანები, უშუქობა, უწყლობა, გრაფიკი, ყველაფრის, სკოლიდან რომ გამოდიოდი, უკვე ვიცოდი რომ საღამოს რეპეტიციაზე უნდა მივსულიყავი და აი სკოლის 2 საათზე გვიმთავრდებოდა, ხო? 2:30 და სახშიც რომ აი მივდიოდი, რომ უცებ სწავლობდი რაღაცებს, უცებ თუ მოვამთავრებდი ამ ზედაპირულად რაღაცა მივაფუჭაჩებდი რა, გავრბოდი 2 საათით ადრე. სად მიდიხარ აჩიკო, ვიცით რომ 8 საათზე გაქვს რეპეტიცია, 5 საათზე რატო მიდიხარ? სანამ მივალ, სანამ რომ მოემზარი, სად უნდა მიხვიდე 5 წუთის გზა არის, მაგრამ აი სულ მეჩქარებოდა თეატრში მისვლა. იმიტომ რომ იმ გარემოში რაღაცა თავისუფლად გზნობდი თავს, რაღაც ზღაპარში გზნობდი თავს და მადლობა ჩემ მშობლებს, მადლობა ამ ქალაქს, ადამიანებს, ვინც ხელმძღვანელობდნენ ბავშვთა ოპერას. შენ სამ სტუდიაში დადიოდი. ჩანგი იყო მანამდე და ეს ჩანგი ბიძია იყო. სამხატვრო ხელმძღვანელი. და მაესტრო გიზო ჟორდანი. მაესტრო გიზო ჟორდანია. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და ბავშვები, აჩიკო გოგიძესთან, ნიკო ბერიძესთან და სხვებთან ერთად ეს ისეთ გამორჩეული ბავშვები იყვნენ. ზოგადად ნაკლებად ვექცევი სხვისი ზეგავლინის ქვეშ, მაგრამ აი ბავშვობაში ესე გულწრფელად და ალალად ამათ გავყევი რა. ესე სადაც მიდიოდნენ და აი ოპერას უსმენდნენ თუ რაღაც აი საუბრობდნენ თუ აი რასაც არაკეთა იქ გულწრფელად აი ესე ბრმად მიუყვებოდი და აღმოჩნდა რომ დღემდე მოვედით და დღემდე შემოგჩა ეს მეგობრობა და ბავშვობაც ეგ არის რა. თან აი წარმოიდგინე ბავშვობიდან რო იცი ვინ არის ბიზე, ჯაკომო პუჩინი, ჯოაკინო როსინი, ჯუზეპე ვერდი და ამ დიდ ხელოვნებას რო ბავშვობიდან 7-8-9 წლის ასაკში ეზიარები და შენთვის ნაცნობია ეს მუსიკა, ანუ წარმოუდგენელია რომ აი შენივე სასარგებლოდ არ გაგყვეს ცხოვრებაში. ნამდვილად ეგრეა. მაგ პერიოდში დავდიოდი ქალბატონ ნინო ნიჟარაძის სტუდიაში მთიებში და იქ კიდე სხვა ხელოვნებას ვეზიარებოდი, სამხატვრო ხელოვნებას და მხატვრების შემოქმედებას რო ვეცნობოდი, თან ვხატავდით პასტელებით, გუაშებით, ყველაფრით გათხრულები მოვდიოდი და მე რაღაც აი ამ წლის ბოლოს ამ ჩვენს ნახატებს, ისევ ჩვენი მშობლები თითქოს აუქციონზე ყიდულობდნენ. მე გადავწყვიტე რომ თეატრში შევიდეთ. რამხელა მეჩვენებოდა, იცი, ბავშვობაში მეგონა რომ ამაზე დიდი თეატრი არ არსებობდა. უზარმაზარი მეგონა. რახან ოპერის მომღერლები, საბავშვო ოპერის მომღერლები რო ყველა მოდის, ყველას ამას ვეკითხებ, იმიტომ რომ ანა როგორ მღერის, მე თუ ნახავ რომ წაიმღერებს. როგორი მომღერალი იყო ანა შავილაძე? მე სამწუხაროდ სოლო არ მომცეს და დღემდე ვერ ხვდები რატო არ მომცეს სოლო ამ ბავშვთა ოპერაში. არა და ბებო იბრძოდა იმისთვის რომ გემღერა სოლო. ჩემი ბებო იბრძოდა და ბიძა ჩემსაც კი უწყრებოდა რომ ჩემი შვილიშვილს სოლო რატო არ აქვს, მაგრამ აი რაღაცნაირად ალბათ ნეპოტიზმს რო არ ქონოდა ადგილი, მაგიტო არ მომცეს სოლო, მაგრამ არა უშავს, გუნდში მღეროდი ბავშვთა ოპერას. ხმის ტემბრი ესეთ რომ საუბროს სასიმღერო ტემბრია. ძალიან სასიამოვნო და მე სმენა აქვს კიდე საოცარი. ეს ხო ის ადგილია, სადაც მთავრობის წევრები ხშირად მოძრაობდნენ და ამ გზიდან მოვდიოდი ხოლმე თეატრში. და აი ამ ბილიქს რო გავუყვებოდი, ხდებოდნენ თანამდებობის პირები. ბავში მოვდივარ და ეს თანამდებობის პირები
დიდი პატივით გაჩერდებოდნენ, ხელს ჩაომართვებდნენ, მომიკითხავდნენ და ანუ ვარსკვლავები იყავით ხო, ვარსკვლავები ვიყავით, მაგიტომაც არის, რომ რაღაცები რომელიც აი ბავშვობაში გავიარე, დღეს აღარ მიგვიყვარს. სცენა ძალიან გაბედულს ხდის რა მე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სცენა ლექსებს და რაღაცებს გითხოვდი ხოლმე მაგრამ მე მივხვდი რომ ამან ისეთი სითამამე და თვითდაჯერებულობა მომცა კი თვითდაჯერებული ხდები მაგრამ ის ნერვიულობა ამასაკამდე მაინც მაქვს კულისებში ნებისმიერ სცენაზე აი რა დონის კონცერტიც არ უნდა იყოს აი სუგი სკოლაში ბავშვებისთვისაც მიმღერი აი კულისებში სანამ გავამაცხადებენ და ორნაბი სანამ გადავდგა მაინც შინაგანი მხელვარება მაინც გაქვს და ეს უნდა იყოს თუ არ ნერვიულობ თუ პასუხისგებლობა არა გაქვს და თუ რაღაც ეს გაგიუფასურდა ეს სცენაც კულისის და ასე შემდეგ ანუ აზრი ეკარგება რაზე ოცნებობდი ბავშვობაში ბევრ ამაზე ოცნებობდი რომ ყოფილიყავი პოპულარული მაგაზე ოცნებობდი პროფესიებზე ოცნებობდი თუმცა კი იყავი ბავშვობიდან პოპულარული ხო არ ბავშვობიდან პოპულარული ვიყავი დღეს დილით კითხე როგორ ფიქრობ შენ უფრო გიყვარს ბათუმი თუ მეთქვა შენ უფრო ბათუმელი ხარ ამ ბოლო დროს რაღაცა ვეძებ ადამიანებს ვინ ჩემზე მაგარი ბათუმელები არიან ჩემზე მეტად უყვარს ეს ქალაქი და შენზე მეტად შუვინმეს უყვარს ეს ქალაქი რაღაცა ვერ წარმოგიდგენს ანუ ეს ისევ ამბობ რა სხვა რამეს გულისხმობ რომ ვეძებ ისეთ ადამიანებს ვეძებ არავის აღარ ვეძებ ისე არის არც მეგობრებს აღარ ვეძებ გია კობახიძეს აქვს ძალიან მაგარი სიტყვა ნათქვამი რომ მე მეგობრებს კი არ ვეძებ მე პირდაპირ პოულობ მინდა რომ შევხვდე ბევრი ისეთ ადამიანებს ვინ ჩემზე მეტად შეყარებულები არიან გულწრფელად უყვართ ეს ქალაქი ჩემზე მეტად პასუხისმგებლობით იქცევიან ამ ქალაქში და ამ ყველაფერს ალბათ ისევ ჩემი თავისას ვაკეთებ იმიტომ რომ სიმშვიდეში მინდა რომ ვიყო სტუდენტობის პერიოდში მინდოდა რომ აი ბევრი ადამიანი გამეცნო რა ბევრთან მქონოდა შეხება რა იმიტომ ალბათ იმიტომ რომ სტუდენტობის პერიოდი არის ის პერიოდი როცა რეალურად იწყებ დამოუკიდებელ ცხოვრებას ხო რა არის ის რასაც ადამიანი ცხოვრების პირველ ნახევარში ეძებს და ცხოვრების მეორე ნახევარში ეს მისთვის უნიშნელო ხდება და უფასურდება მე რაც მე მახსენდება ანუ რას ვეძებდი და ეს იყო სილაღე ძალიან ბავშვური ვიყავი რა პროლ სამყაროში ვიყავი თელი ბავშვობა და მინდოდა რომ აი ეს არ დასრულებულიყო თუმცა რაღაც მიხდებოდა რაღაც ეტაპზე დასერიოზულება რაღაც ისეთი ენერგიები შემოდიოდა ხოლმე რაღაცა უარყოფითი ენერგიებიც შემოდიოდა და მაგ დროს ვითრგუნებოდი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა იმიტომ რომ მაგის გარს გამოცდილება მქონდა არაფერი და ისევ გავრბოდი იმ ნაცნობ სიტუაციაში სადაც კარგად ვიყავი და კარგად ვზნობდი თავს და არაფერზე არ მეფიქრებოდი ანუ ბავშვობას ვერ თმობდი და მე უკვე მქონდა პერიოდი ცხოვრებაში როცა თბილისში წავედი, ჩავაბარე, დრო დავამთავრე ეს უნივერსიტეტი და დრო იყო რომ დაუბრუნებულიყავი და არ მინდოდა საშინლად ჩამოსულიყავ. იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ ჩემი თბილისი ნაპოვნი ჯერ არ მქონდა და მე ჩემი სიტყვა რაღაცა თბილისში ნათქვამი არ მქონდა და რადგან ჩამოსული ვიყავი თბილისში სასწავლებლად და ესეთი კომპლექსივით მქონდა რომ თითქოს მე აი რა დავამთავრე, ეხლა აუცილებლად ეს უნდა გავაგრძელო და სიმღერას ჩემ სიმღერას მალავდი რომ ეს ჩემი მთავარი ინტერესი იყო. ეს ძალიან დიდი ხანი ვერ გავუბედე იმის თქმა ოჯახშიც რომ სიმღერა იყო ჩემი მთავარი ინტერესი. რაღაცა ისე რომ დადგა ეს მომენტი რომ არ უნდა ჩამოსულიყავი და ჩვეულებრივი ბიუროკრატი გამختارიყავი და რაღაც სახელმწიფო სამსახურში დამეწყო მუშაობა და ჩემი სამყარო გვერდნა გადამედო. აი მანდ რაღაცა ჩემ თავთან მქონდა გამოუტყდი ბოლომდე გადავაბიჯე ყველაფერს დავამსხვრიე რაღაცა ეს გავანგრიე რაღაც კიდე და ვთქვი რომ მე მომღერალი ვარ თქო რა. მე ვარ მომღერალი და მე აუცილებლად უნდა ვიმღერო თქო და აი სულ რამოდენიმე დღეშიც აი მართლა გულწრფელად ვამბობ რომ იყო ნათიაზე ინკლიშვილის ზარი და მითხრა რომ შენ ჩემ კონცერტს უნდა მიიღო მონაწილეობა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში და უნდა მოხვიდე რეპეტიციაზე და მივედი და მანდ გავიცანი ალილოს ბიჭები. სარეპეტიციო აქ გადაწყვიტე და მაშინ მოვიდა. აქ რო გადავწყვიტე რომ ჩემი მომავალი აქ უნდა გადაწყდეს
აი მან რო გადავწყვიტა რომ უნდა მემღერა, აი იქვე სამყარომ გამომიგზავნა ეს შანსი. მას მერე დაიწყო და როგორც გაგრძელდა, ესე გაგრძელდა რა. რაღაცა რაც მაშინ მართლა მნიშვნელოვანი იყო და ხო ბევრ რამეზე გაგეცინება, ეხლა რაზე მინერვიულიაო თუმცა ისეთ რაღაცებზე მინერვიულია, შენთანაც აი მონაყოლება გინდოს გაგიჟებული, აი ადამიანი, აი манипуляტორი ადამიანები მაგალითად რა, რომელიც აი ვერ მოვიშორე ესეთი ადამიანები. სანამ განერვიულებდა ვერ მოიშორე. ვერ მოვიშორე, ხო და როცა გავუში, გამეღიმა და ეხლა ვერ წარმომიდგენია რომ ის 3 წელი იმ ადამიანზე მეფიქრებოდა და აი მანერვიულებდა და აი ფაქტორად აი ვერ ვიღიმოდი რა. ქონდა ეგეთი რაღაცები. უბრალოდ უნდა მიხვდე რაღაცას, დაანალიზე. ეგ ადამიანები ხო რეალურად ძალიან მნიშვნელოვნები არიან, რომ ზუსტად მაგას მიგახვედრონ რა. მანამ არ გადანებებენ თავს. შემთხვევით არ ხო, შემთხვევით არ მოდიან ეგეთი ადამიანები შენ ცხოვრებაში და იზრდები მე ამ დროს აღარ უთმობ რაღაცებს, სხვა რაღაცებზე ფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანზე და მე გეღიმება რა. დღეს შვიდა თუ არ ძალიან. რაღაცა ცხოვრების ეტაპი მაგრამ მოიპოვა ეგ სიმშვიდე? ხო, ანუ სტაბილური სიმშვიდე გააქვს? სტაბილური სიმშვიდე მაქვს, ბუნებრივია. პატარ-პატარა რაღაცებს ხო, არ პატარ-პატარა რაღაცებს თუ არ ჩავთვლი, აი ეს ფუნდამენტური მთავარი სიმშვიდე, რისთვისაც ისწრაფი ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში. კი, ეგ არის სიყვარული, როგორ მოიპოვა? დამეხმარე შენ. ნუ შენ საკუთარ თავს დაეხმარე. არა, ვიცოდი რომ ეს პრობლემა იდგა. ჩემს წინაშე მე მინდოდა რომ აქედან გამოსულიყავი და ზოგი აი რომ ვერ ხვდება რა ხდება. და მე ვხვდებოდი უბრალოდ რაღაცა აი ერთი ის მჭირდებოდა რა. ბიძგი მჭირდებოდა და დახმარების ხელი შემე გამომიწოდა. რაღაცნაირად შიში მარტო დარჩენს. იცი რა არის ნდობა აღარ მქონდა. და ვიცოდი რომ ეს უნდობლობა იყო თავარი პრობლემა ჩემი, რომ ვეღარავის ვეღარ ვენდობოდი, ვერ მივხვდი საერთოდ ვინ იყო ჩემიანი, ვინ ანუ საერთოდ ადამიანებს თან მქონდა ძალიან გაუცხოება უკვე რა. მივხვდი რომ ვიღაცა ჩემზე ამ დედაზე და მამაზე არაა საუბარი. და აი ეს ადამიანი მჭირდებოდა, ვისაც ვენდობოდი მე და ეს ერთი ადამიანი მეყო იმისთვის რომ ყველას მიმართ მე დამბრუნებოდა ეს ნდობა და ცოტა მოშვებული ყოფილიყავი, როგორც ეხა ვარ და ეხა მშვიდად ვარ. რა მაგარია. შენ დამსახურებ. თუმცა რა არის, აი იმ მომენტში როცა აი ეს უნდობლობა, რაღაც აი პრობლემები თუ რაღაც აი სიმშვიდე როცა დაკარგული მქონდა, ფიქრობ რომ მაშინ კიდევ უფრო საინტერესო იყო ჩემი სიმღერა, ჩემთვის. მაშინ იყო ერთადერთი სიმღერა, რომელსაც ვენდობოდი. ხო, ერთმა მითხრა რომ რომ ღერო შენ იბრძვიო. ხო და ძალიან ისე მომხვდა. მართლა რაღაცა დავიჭირე ეს ნათქვამი, იმიტომ რომ ვიბრძოდი მართლა აი ამისთვის. რა კითხავ რა იყო? ესე პროფილია თუ რა? ერთხელ კითხა რომ ღერი თქო, სად ხარ თქო? შენ იქ არ ხარ ხოლმე რომ ღერი? არ ვარ და არც მაინტერესებს დარბაზში ვიზის. მართლა საზასი ხარ უნდა მითხრე, ხამე დამირეკა. მე ვიცი შენ ატო. ატო გაქთვალები დახუჭულიო, მითხრე და რატო სიმღერის დროს ვენქი რატო იმიტომ რომ არ გაინტერესებს ვინზის დარბაზში საერთოდ შენთვის ღერი. და კარგად იყავი აჩიკო ბერიძე და გამითიშა და ღამის 2-3 საათი. აი რომ ღერი და სადღაც რომ მიდიხარ და არ გაინტერესებს იქ ვინ არის, იმიტომ რომ შენ სიმღერა სადღაც მიყვები. იმის საფრთხეს არ განიცდი, რომ თქვათ იმ ტრადიციულ 7 ნოტს გასცდები ხოლმე და სადღაც უსასრულობაში და კოსმოსში მიდიხარ, აქ ამ სამყაროში იმაყურებლისთვის შესაძლოა რაღაც აკადემიურობა დაირღვეს? ამის შიშები არ გაქვს? არა, ეს ნოტები ზუსტად მაგიტოა ამ სამყაროში. იმიტომ არის ეს მოვლენა, რომ უნდა გაგიყვანოს ამან იქ. ეს ყველაფერი არის საშუალება, რომ იქ გახვიდე და თუ ამაზე იფიქრე და აქ დარჩი, იქ ვერაზროს ვერ გახვალ. იმ სიამოვნებას ვერაზროს ვერ მიიღებ, რაც უნდა მიიღოს სიმღერისგან. აი მომღერლები, რომლებიც აი მობილიზებულები არიან სცენაზე, რომ აი აკადემიურობას არ გასცდნენ. არის ეგ რეალურად ხელშემშლელი? იცი რა არის, ყველას თავისი ინდივიდუალური ამბავი. ხო, ინდივიდუალური ამბავი. ჩემს შემთხვევაში არ არის ეგ. ჯანო კახიძე მოვამაის სიმღერას ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად ასრულებდა. და დღეს არის რაღაცა მოსაზრება, რომ მოვამაის ესე იმღერება. ასე რას ქვია ესე იმღერება მოვამაის. თვითონ ჯანო მღერო და სხვადასხვა ვერსიებს. ქართულ სიმღერა არის თავისუფლება.
კი, რაღაცა არის ისინი, რომელსაც არ უნდა გაცდებ, მაგრამ შენი თუ არ იმღერე, ანა, შენი თუ არ რაღაცა შენი თუ არ გააკეთე იმ სიმღერაში, რაღაცა შენ თუ არ ხო, ესე სიმღერა არ შეიძლება. როგორ ვიპოვო ეგ რესურსი ჩემში? ერთგულება ჭირდება ამ საქმეს, პრინციპული მიდგომა ჭირდება ამ საქმეს, რომ შენ ეს სიყვარული ჭირდება რა. როგორც ნებისმიერ ურთიერთობა არის ჩვეულებრივი. როცა გიყვარს და აუცილებლად გახვალ რა ბოლოში და შენსაც იპოვე. არ უნდა იჩქარო რაღაცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამასობაში მოვედით აი აგარ ჩვენი ბავშვობის მთავარ შენობასთან, რომლის ფასადიც პრაქტიკულად არაა შეცვლილი. ესე მე რო აქ მოვდიოდი, ეგრევე შევდიოდი მესამე ოთახში. მესამე ოთახი სავარაუდოდ იყო? აი ეს ამ3-დან რომელიღაც. ხო, ეს არის. აქედან ვიყურებოდი და ბავშვები გარეთ რო იყო და ანა შამილაძე ნუ აქ აგზნობინებდა ყველას რომ მე აქ ცხოვრობ და აი დადიოდა და ამის გაჩერება არ იყო. მე შიგით ვიყავი და ველოდებოდი ეს როდის შემოვიდოდა. ეს შემოდიოდა აი როდის იცი რომ აი ყველას და ყველაფერთან რომ გაარკვევდა და იმასაც რომ ნახა და იმასაც რა დამჭა და აჩიკო ბოლოს გავახსენდებოდი მე და შემოვიდა და მე ესე გაშტერებული უყურებდი ეს რაღაც იპრანჭებოდა თან ამბავში იყო წავედი ხა ჩემი ისა მაგრამ მე ველოდებოდი ისევ როდის შემოდიოდა. წამოშევიდეთ თეატრში. მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული ამ კიბეზე. აქ კონცერტებს ვატარებდი ჩემს მეზობლებთან ერთად და გიждდებოდი დროშობანას თამაშზე და აი ამ აივანს ვეძახდით თეატრის თავს რატომღაც. აქ იყო დროშა. გიждდები ამ ყველაფერს გახსენებთ. შევიდეთ ხა და ცოტა გავიხსენოთ რაღაც ენერგეტიკულად. მე მგონი ქვემოთ უნდა ჩავიდე. კი, ქვემოთ უნდა ჩავიდე. რაც მე ამ კიბეებზე მაქვს არბენი. წინ და უკან. შენ ამ დროს შენს მესამე ოთახში იჯე. აქ იყო სარკე. იქეთაც იყო და აქეთაც სარკე. ფორტეპიანო იყო და აქ გვერდებოდით ხოლმე. აი აქ. ვა. ძალიან მიყვარს ეს თეატრი. და ეს ჭაღი კიდე, ესე მგონია რომ ამაზე ლამაზი ჭაღი არ არსებობს. ბავშვთა ოპერის მერე გავიდა ძალიან დიდი დრო და ჩემი სოლო კონცერტი. შენი სოლო კონცერტიც აქ ქონდა ზუსტად მაგიტო, რომ შენს ბავშვობას თითქოს მიაბი შენი პირველი სოლო კონცერტი. ეს არის ჩემთვის თავარი სცენა, სადაც არ უნდა ვიმღერო ალბათ, ყოველ შემთხვევაში აქამდე სადაც ვიმღერია, ამ სცენას, ამ დარბაზს, აქაურობას ვერაფერი ვერ ცვლის. პირველი ბავშვთა ოპერის მეორე განყოფილება იწყებოდა, პირველ განყოფილებაში არ ვიყავი, მე ჩაკვროთი და აი ამ ადგილიდან ვიწყებდი თანდარუხის პარტიას. აბესალომ და ეთერიდან მე პაატაფაცია და თეაგელოვანი. და ეს გამოგხედავდა შენაიკიდეგი. სულ ახსოვს ანა შამილაძე, წამოდი ერთ შენი ოთახი მაჩვენ. ჩემი ოთახი იყო აი ეს. მე ყოველთვის გელოდებოდი აი აქ. აი ეს. აქ ყავი ჩამოვიდა. აი ესე ყავი სულ და ველოდებოდი რომ შემოვიდა და აი აქიდეგი შენ და გაუთავებლად რაღაცებს ყვებოდა, მოყვებოდა. წავედი ხამე და რომ მიდიოდა და რაღაცა მოვიწყენდი კიდე ველოდებოდი. ხო და არ ვიცოდი მაშინ. ვერ ხვდებოდი რა მჭირდა, რა მემართებოდა. რა ის მქონდა შეისმართ, მაგრამ ვერ ხვდებოდი, მაგრამ ეხა ხვდები სამაგიეროდ. რა ვარა უკეთეს დროს როდის იტირებ? წავედით, არ შემიძლია ეს ემოცია. ნიკობერიძე ამყავდა ზევით. ჩემით მივაგენი რაღაცა ხრელს. რა მაგარ ადგილს მივაგენი თქო და ნიკოს გაუზიარი. თქვი რა მაგარი ადგილი ვიყავი თქო წამოთქო და წავიყვარე ნიკო. მე რატო არ წამიყვარე? შენ ვერ დაგიჭერდა კაცი სულ სადღაც სცენაზეც ვერ სეინდანაც იპრანჭებოდა გახედავდა ვიღაცას იქ ლოჟაში გაიპრანჭებოდა მე იქ გაიპრანჭებოდა მე როს ვიშლი. აი ეს ადგილი იყო სადაც ამყავდა რა. განათება საიდანაც იმართება, მან დადიოდი? კიდე უფროზე აი ნახე კიდე უფროზევით. საშიში არ იყო? არა, არ მიხარ ჩვეულებრივად და ისე დაცული იყო მაშინ. გაახსენდა.
ყოველი კითხვა ჩემს მიერ დასმული არ მინდა რომ იყოს ხელოვნური და ანუ ისედაც ხო ვიცი შენი პასუხები ჩვენ სულ საუბრობ მაგრამ მაინც კითხავ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ადამიანის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნდობა ხო ეგ თავისთავად მაგრამ მხოლოდ ნდობა ხო ორივე თუ პლუსში ამ მხოლოდ ნდობა ვერ უშველის ამ ურთიერთობას ნდობა არა რა თქმა უნდა ბევრი რამ მეგობრობა აი რო ვეძახით ხოლმე ერთ ვიბრაციებზე უნდა იყოს ორი ადამიანი სხვანაირად არ გამოდის რაღაცა ორივე ადამიანს თავისი წარსული უნდა თავისი წარსულით უნდა იყოს და უნდა მოვიდნენ და შეხვდნენ ზუსტად იმ დროს და იმ მომენტში როცა აი ყველაფერი გავლილია ორივეს დამოუკიდებლად ერთმანეთის გარეშე და ეს ყველაფერი მე ქმნის ურთიერთობას რომელიც გსიამოვნებს რომელიც გზრდის გავითარებს ხო რომელიც ხელს გიწყობს შენ საქმეში იქნება თუ პროფესიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გატარებული შენ დამოუკიდებლად წლები შენი ისტორიით უნდა მიხვიდე ალბათ მეორე ადამიანთან. შენ რაღაცა გავლილი ზუსტად. ამ ყველაფერს მე უბრალოდ გრძნობ შენი ადამიანია თუ არ არის შენი ადამიანი. ნუ თავი მე ხო მე აი ძალით აღარ აძალებ თავს და მაგის თავი აღარ გაქვს რა. ხელოვნურად რო ცდილობენ რომ შეინარჩუნონ, შენარჩუნებაზე აღარ ხარ მე. ხარ უბრალოდ აი თავისუფლად ხარ ამ ურთიერთობაში და ის ხარ რაც ხარ. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ აი ბევრ რაღაცა ის შენი ეგოებით და რაღაცებით შეჭამო ეხა ადამიანი. ესე მაგას საერთოდ არ გულისხმობს. ხო, აბა რა. ხო, ეს ურთიერთობა იმას გულისხმობს, რომ განვითარება სწორედ ამ ურთიერთობაში ისაა, რომ ამ ეგოებს თავისუფლად და დიდი სიამოვნებით ამბობ ამ ეგოებზე უარს. იმიტომ რომ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ეგო. ალბათ ეგ არის. როგორ ხარ რა ჩიკო? კარგი, თქვენ როგორ გიქხოთ? გენაცვალო ჩემი თან. ძალიან დიდი სიყვარული. ბათუმის სახალხო აკადემია. შენთვის რა არის ბათუმელობა? აი ეხლა არ ვიცი ბათუმელობა ეხლა ჩემს როგორ და რანე ლაპარაკი არ შემილია რა. ჩემთვის ისტორია არის, ჩემი ოჯახის ისტორია არის ბათუმი ალბათ. ის ადამიანები რომლებიც იკრიბებოდნენ დავყვებოდი ბებიაჩემს და ბაბუაჩემს ამ ოჯახებში, დედაჩემს და მამაჩემს შვედთა სტუმრად მოდიონ. ჩემთვის არის ურთიერთობა პირველ რიგში. აი როგორი გინდა რომ იყოს ბათუმი? რას შეცვლიდი? რას მისცემდი? არაფერი ალბათ რასაც ეხა ვაკეთებ ჩემი საქმით თუ ნებისმიერი მოქმედებით, აი ესა ვერაფერს ვერ დავარქვევ. ალბათ რაღაცა ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ანუ ყველამ რაღაცა თავი უნდა მოიწესრიგო. სხვის ურთიერთობებში არ უნდა სხვისი ცხოვრება. არ უნდა ჩაერიო რა, არ უნდა გაკითხო. ეს არის ჩემთვის ბათუმელობა, რაღაცა ტაქტი, ზრდილობა, ურთიერთობა, ბავშვობა, ყველაფერი ერთად, რომელსაც ან გრძნობ და თელი ცხოვრება ატარებ, ან საერთოდ ვერაზოს ვერ გაგიგია რას ნიშნავს. შენ ხარ ადამიანი, რომელიც არასოდეს არ გააკეთებს იმას და არ წავა იმ გზით, რისიც აი ორგანულად რეფლექსიის და განცდის დონეზე არ ჯერა. სადაც ვარ, ზუსტად ვიცი რატო ვარ. იმიტომ რომ ესე მჯერა. ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მართალი ვიყო. შინაგანით, იმიტომ რომ სხვანაირად ანუ არ შემიძლია, ანუ ვერ ვითამაშებ. შეიძლება გეუბნები, ანუ ადამიანებისთვის იყო წარმოუდგენელი, რომ ეხა შენ პოპულარობაში, შენ ფინანსურადაც მშვენივრად იყავი სცენაზე, აკეთებდი საყვარელ საქმეს და აი უეცრად რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რაღაც თითქოს საყვედურობა. ისე არის ბავშვობიდან მოყოლებული ჩვენ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, მაინც პოლიტიზირებულები ვართ მთელი ქვეყანა. მაინც ბავშვიან დაწყებული და ვიცი ასაკოვანი. ხო, ნუ ეგეც გზა არის. პოლიტიზირებულია ყველა. მინდოდა არ მინდოდა, მაინც ესე თუ ასე ჩართული ვიყავი ამ პროცესში. ირიბად თუ პირდაპირ, ანუ მაინც ჩართული ვიყავი. აი რაღაცა შინაგანად ყოველთვის ველოდებოდი რაღაცა იმ დროს, როცა მე მომიცოდი, რომ რაღაცა ეტაპზე სამყარო ესე არ დამტოვებდა, ხვდებოდი, გრძნობდი ამას წინასწარ და მაგრამ აი რაღაცა ზოგჯერ ვერთვებოდი აქტიურად, ზოგჯერ ისე იყო, რომ საერთოდ აი გავეშვი და მივხედე ჩემს სიმღერას, მაგრამ ну ისე მოვიდა და ისეთ დროს მოვიდა რომ საერთოდ არავინ არ მეხვეწებოდა რომ მე ჩემი აზრზე გავმეთქვა საერთოდ არავის არ
პირიქით ჩუმად თუ იქნებოდა პირიქით მაგარი სარისკო იყო საკუთარი აზრის გამოხატვა. და ესეთი ის აგრესია და ის დამატყდა. თავს მაგრამ არ მაქვს რეაქცია რა, საერთოდ ზოგადად არ ვექცევი ხოლმე ზეგავლენის ქვეს, ხისი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის, არა იმიტომ რომ რაღაცა არ ვითვალისწინებ ვიღაცას. მაგრამ როცა ვიცი რომ ჩემი აზრი არის და უნდა გამოვხატო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართალი წინა შემთხვევაში რო გავჩერებულიყავი, ანუ ჩემთვის აი ძალიან უხერხულად ვიგზავნდი ჩემთან თავს. ნუ აბა რას ქვია შენი ქალაქის იყო, აბა რაზე ვილაპარაკო ხა ბათუმზე რა რო აი რა არის აბა ჩემს ბათუმი. მოვედი ვიმღერე და წავედი და კარგი აი ბიჭი ვარ, თუ რაღაც საყვარელი ვიყო ყველასთვის. როგორ დათმე ეს ყველასთვის საყვარელობა? მაგ ყველაფერში შენ დამეხმარე რაღაცა. მაბრალე ხოლმე. შენ დამეხმარე მაგ ამბავში, მაგრამ არ დამითმია, აი დასათმობიც რა. საერთოდ არ დაგითხრა. მაინც ყველას უყვარ ხარ, მაინც ყველა გისმენს და შენს კონცერტებზე ჩვეულებრივად ანშლაგებია. ამ ყველაფერს ხელოვნურად არ ვაკეთებ, ანუ ჩემი სიმართლით ვარ უბრალოდ რა. ამიტომ ჩემზე გაცილებით მნიშვნელოვანი სათქმელი უთქვამთ, გაცილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაუდგავთ უფრო დიდ ადამიანებს და უფრო ბათუმელებს თუ ქართველებს. ჩვეულებრივი ბათუმელის როგორც მოქალაქის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია არის ეგ და არა რაღაც ისა არ ვცდილობ რომ განსაკუთრებული ვიყო ანა. ასე მგონია რომ შენ სავით ბიოლოგიურ დონეზე და ფსიქოლოგიურ დონეზე აჭარელი კაცი არავის არ ყავს შესწავლი. ახლა მაგას თელი რეგალიები აქვს. იმიტომ რომ თელი ბავშვობა, თელი ოჯახი გავდიოდით ბეშუმში. აჭარულ კულტურას ძირითადად ვეზიარე ბაღამთიან აჭარაში, რომელსაც გიждდები, ისე მიყვარს. მე დიდი სიყვარული მაქვს აჭარის მიმართ, ხა ბათუმს რო დავანებოთ ცოტა ხანქავე და აჭარის მიმართ, იმიტომ რომ ხა ჩემი წინაპრები დედით, მამით მოკეთ აჭარელი ვარ. ქედელები ვარ ჩვენ რა, წარმოშობით და ოჯახის ბიბლიოთეკაში რო შეხვალ და ბაბუაზე 3 წიგნი რო ხდება და სულ აჭარული ისტორიები რო არის, ანუ აჭარაში რა გაუკეთებია და რაღაცები, ეს რაღაცა სიყვარული ყველაფერს ყურადღებას აქცევ, ყველა ნებისმიერ აჭარულ ამბავს, ნებისმიერ აჭარულ რაღაცა ტრადიცია მოხრასაც და მე სხვანაირად იფუთება და ორგანული ხდება როგორც რომ ბევრს ეგონა და რაღაცა რომ დავცინოდი თუ რაღაცა მასხრად ვიგდები, მასად კი არა ისე მომწონს და გიждდები რომ აი თბილისშიც რო რაღაცა შევიკრიბები და დიდი სუფრა და რაღაცა ზოგი ქართულად რო ესე დიალექტით რაღაცას ყველა ყურა წავდგავარ და სადეძოლო მithქვამს აჭარულები, თუ აი მე მომწონს ამ ეგოსე. აი ხო გამოიარა ხა როგორ გვიყურებს. ჯო აი სო თქვა საუკეთე ყველაფერი მოყვა ანუ ამ პაუზე ჯო აქ უკვე ყველაფერი გასაგებია რა და გააგზელებს ანუ რა თქვა ანუ ხო შენ ხო დაგებადება კითხვა რა იმან თელ ყველა სიბზნე იქ თავის სათქმელი თქვა უსიტყვო ტელეპათიურად ხო ჭარის თავარი სათქმელი არის პაუზაში აი ეს გააგზელება რა ახლა რომ ამოისუნთქენ სანამ არა ახალ სუნთქას არ აიღებს მანამდე ნუ იქ არის მოყოლილი მთელი ისტორია და დავისი აზრი. წიმკა როგორ ხარ? ვერ მოვედი შენთან ტატუს გასაკეთებულ. კონცენ. ეს ქუჩა ძალიან ლამაზია. თან ჭრდილია. თან ჭრდილია, თორე ეს ჩემი აჭარელი დამესიც ხა. აი, სულ პაწაწუნა კრეატივი. აუ, ესეთი წიგნი მეც მქონდა. რატო დახიეს? აი პატარა კრეატივი რომ მოგეწონა, აბა რაფერ გინდა. შენი სიბერე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორ წარმოგიდგენ. ჩემი სიბერე? ხა. ყველაფერს ალბათ საბოლოო ჯამში აკეთებ შენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, მაგრამ თან რაღაცა თან ფიქრობ სიბერეს. ფიქრობ რა. შენ რა დაგაბერებს? ჯერ სიბერემდე ჯვარი მწერია, ხო ეს რაღაცა ეგეთი ამბავია, მაგრამ საბოლოო ჯამში თან შორია თან ძალიან ახლო არის და თან ძალიან თბილია. სიტბოში წარმომიდგენია, სიყვარულში წარმომიდგენია ჩემი სიბერე. ყველა ვარიანტი სიბერეში ბათუმში ხარ? სხვაგან არსად? ყველა ვარიანტი ბათუმში ვარ სიბერეში. რაღაცა პერიოდი მინდა რომ
არგენტინაში გავატარო 1-2 წელი მაინც საქმიანად წარმომიდგენია ლათინო ამერიკაში და კერძოდ არგენტინაში. საერთაშორისო ბუენოს-აირესი ძალიან საინტერესო ქალაქია და ზოგადად არგენტინა და თავისი ღვინით, კულტურული ცხოვრებით, ფეხბურთი, სპორტი, ყველაფერი და ბუენოს-აირესის თეატრში მიიწვიეს ბატონ რობერტ სტურვა. ხა. სპექტაკლს დგამდა. და იქ შესვლა რეპეტიცია ვერავინ ვერ ესწრებოდა რა, რეპეტიციებს. უცებ გაიხედა რაღაც რეპეტიციები მდგარობს და ვიღაც ზის ვის გარდა დარბაზში რა, რეპეტიციას ესწრებოდა ვინ არისო რა. ბატონ რობერტს მოუკითხე რომ ვინ ესწრებოდა ჩემ რეპეტიციას, ხო იცი თუ არ შეიძლება და მარადონა ესწრებოდა თურმე რა. მარადონა ესწრებოდა ხო, რომელიც უბრალოდ ძალიან დიდ პატივს ემდა რომ ვიღაც მსახიობს იქ და იმის ხათრით იყო რეპეტიციას და ესწრებოდა თორე იმ დღეს და როგორც ვიცი მარადონამ ბატონ რობიკოს თავისი მაისური გადასცა. არ ვარ სუბიექტური, ობიექტურად ვამბობ, რომ ასე მგონია რომ შენნაირი მეგობრობა არავინ არ იცის. და მადლობა შენ ამ ერთგულებისთვის. შენც მადლობა ამ ერთგულებისთვის. შენც სამაგალითო მეგობარი ხარ ჩემი და ზოგადად მეგობრობა რაც დრო გადის, რაც წლები მემანტებამ, ხო? მეგობრობაა ყველაფერი. აი ეგ სიყვარულიც მეგობრობაა. ყველასთან მეგობრობას ვერ მოახერხებ. ამიტომ ალბათ ვინც ჩემთან მეგობრობს და ვისაც მუხარია და მოსწონს ჩემთან მეგობრობა, ერთ სიხშირეზე ვარ და ვენდობით ერთმანეთს. აი აქ არის სხვა ბათუმია აი აქ. სხვა არის ეს ადგილი განსაკუთრებით რა. შემოვით რომ რაღაცა გაპაფსავებული თითქოს იყოს, მაგრამ მაინც ეს ადგილი მაინც ეს ადგილია.